უღინალექი და სეტყვა ატენის ხეობაში გორის რაიონში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან მოსახლეობა ვენახების გადარჩენას საკუთარი ძალებით ცდილობს. გორიდან ადგილობრივთა პრობლემებს ნათია თოიძე გაგაცნობთ. სტუდიაში კი სტუმრად გვყავს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი. მოგესალმებით ბატონო გოჩა, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო, ვიდრე შეკითხვებით მოგმართავდეთ. მანამდე ნათია თოიძე ჩავთოთ გორიდან. ნათია გისმენთ. საღამომშვიდობისა 20-30-ის პირდაპირ ეთერში ჩვენ დაახლოებით 2 კვირის წინ გვქონდა პირდაპირ ჩართვა, სადაც საუბრობდით იმ მეურნეობის განვითარებაზე, რომელიც ტრადიციული იყო და რომელიც გადაშენების პირას იყო და რომელიც ამ დროისთვის ატენში უკვე რომლის განვითარებაც ამ დროისთვის ატენში უკვე დაწყებულია. ტერასული მევენახეობის გადარჩენა და ატენური ღვინო, მისი პერსპექტივები, ეს იყო ჩვენი პირდაპირ ჩართვის მთავარი თემა მაშინ, თუმცა რამდენიმე დღეს წინ მოსულმა სეტყვამ აქ მცხოვრებ მოსახლეობას გეგმები შეუცვალა და სულ სხვა საზრუნავი გაუჩინა. ვიდრე ჩემ სტუმრებთან ერთად დავბრუნდები პირდაპირ ეთერში, მოდით ვნახოთ რეპორტაჟი რა ხდება დღეს ატენის ხეობაში. გორის სოფელ ატენში სტიქიით მიყენებულ ზიანს ითვლიან. ადგილობრივი მევენახე გოგი ჯიოშვილი, რომელმაც ტრადიციული ტერასული მევენახეობის აღდგენა დაიწყო, ახლა დასეტყვილი ვენახის გადარჩენას ცდილობს. ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ახლა დაშენებულ ვენახში თავკვერის, გორული მწვანისა და ჩინებულის ჯიშები მნიშვნელოვნად დააზიანა. ისეთ სეტყვა მოდიოდა, რომ ცხოვრებაში რო არ მინახია. ძალიან სეტყვა მოდიოდა. აი კვერცხის გულის ოდენი სეტყვები ეყოდა. აი ფაქტია სახედია რომ რა დღეს ჩააგდო ვაზი. ფლორტი ვერ მოტეხა აღრე. ტემპორიდან შეიქმნება კომისია და შეამოწმებს უზო. ხარავინ ჯერ არ მოსულა. 5 ივნის მოსულმა სეტყვამ და უხმანალექმა ატენის ხეობის მთელ მოსახლეობაში 10 წუთიანი ინტერვალით 3-ჯერ განმეორდა. დაზიანდა ყანები, ვენახები, ხეხით და ბოსტნეულის ბაღები. ძლიერ წვიმას ატენში მეწყერიც მოჰყვა. რამდენიმე ადგილზე მთიდან მიწა ჩამოიშალა და გზები ჩახერგა. 15 წელია ესეთი სიტყვა არ გვინახია რა. აი ხანი გაგრძელდა. 30-40% მაინც მოსავალი გააბდურა ვაზით და ხილით. მთლიანად დაახლოებით 5 კილომეტრის მონაკვეთზე აქვს. თითქმის როგორ 40% განადგურებული. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მძიმე ტექნიკის დახმარებით გზა მალევე გაწმინდა, რის შემდეგაც სპეციალური კომისიის მიერ ზარალის დაცვა უნდა დაწყებულიყო. თუმცა ატენელები გვეუბნებიან, რომ ამ დრომდე მათთან არავინ გამოჩენილა. ამის გამო დასეტყვილი ბაღების და ვენახების გაწმენდა თავად დაიწყეს და ზარალსაც თვითონ ითვლიან. 30-40%-ია ზარალი. მარტო მე არა, სულ ყველას. აი, რასაც გადაიღებთ ალბათ ეს არის ვაზი. ბოსტნეული, რა თქმა უნდა. ისიც შემოსავალითაც არის, ის გულითაც ვარ ახლა. მიწა ჩვენი საერთო წყარო. რა გაგიბუწულა შენ. სუჭა იყო ყველაფერი. რა გაგიბუწულა ვაზი, ბალი, ვაშლი. ნუ კარტოფილს არ ვეცებ, კარტოფილის მიწაში და შეიძლება არაფერი არ. რა დახმარება გინდათ რომ მიიღოთ? მე რა ვიცი, თავრობა რაღაც გადაეწყეთ ამს. არ ვიცი. რა გადაეწყეთ ამ თავრობა არის, თუ რამე იქნება, თუ არ არის უჩივლე. ატენელების დიდი ნაწილი ამბობს, რომ მოსავლის 30-40% გაუნადგურდათ. თუმცა არიან ისეთები, ვინც გაცილებით დიდ დანაკის ესაუბრობს და ფინანსურ დახმარებასაც ითხოვს. 70% გამიფუჭდა ვაზი, ხეივანი გამიფუჭდა. აი რა გავაკეთო ამის შემდეგ რა გავაკეთო. ვინსაც ხო ნახავთ, აი ხეივანებს ნახავთ რა სამახა და ერთიცაც საჭო. გამომაკ ღვინოს ყიდი და უდენს ყიდი. შემოსავალი წყარო ეს სამახა. მიიღებენ თუ არა რაიმე სახის დახმარებას ატენელები ჯერჯერობით უცნობია. ბოლო 1 კვირის განმავლობაში გორის რაიონში ატენის მსგავსად სტიქიამ დაახლოებით კიდევ 40 სოფელი დააზარალა. სიუჟეტის მომზადების პარალელურად მე მთელი დღის განმავლობაში რამდენიმე ათეულ ადამიანს შევხვდი. ატენელების მიმართ ჩემი კითხვა იყო ერთ-ერთი ასეთი, სარგებლობთ თუ არა აგროდაზღვევით, გაქვთ თუ არა მოსავალი დაზღვეული. თუმცა მათი პასუხი ყველასი ერთად არის ასეთი, რომ არა, აქ აგროდაზღვევით თითქმის არავინ სარგებლობს, მათ არ იციან ინფორმაციაც კი თუ რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს მათ აგროდაზღვევა. მათ კი ვისაც მცირე ინფორმაცია მაინც აქვთ აგროდაზღვევაზე, ამბობენ რომ დაზღვევას გადასახადი
უნდა და ამის საშუალება აქ არ არსებობს. ამიტომ ისევ მთავრობის დახმარების იმედად არიან დარჩენილი ატენელები, როგორც ჩვენ გითხრეს. ახლა მე ვიმყოფები ატენის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე მდებარე მარანთან და ჩემთან ერთად იმყოფება ატენის სიონის იღუმენი. საღამო მშვიდობისა, უღრმესი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ვიდრე ამ პრობლემაზე ვისაუბრეთ, რაც სტიქიამ მიაყენა ატენის ხეობას ზოგადად. თუ შეიძლება ამ მარანის შესახებ რომ გითხრათ რამდენიმე სიტყვა. ეს მარანი მონასტერთან არსებული მარანი არის. აგებული არის ძველი მარნის ადგილზე, რომელიც უკვე დაშლილი იყო. ორბელიანების თვითონ ეს მთა იწოდება ციუნთად, რომელიც გამოიყენებოდა ორბელიანების მარნებად, რამდენი მარანი ჰქონდათ მათ და ერთ-ერთი ასეთი ადგილზე არის აშენებული ეს მარანი. ამ ადგილას სანამ ჩვენ ავაშენებთ იყო ქვევრი, რომელიც 300 წელი იყო ერთ ადგილზე ჩაფლული და იქ ღვინოს ვაყენებდით. ეხლა მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით, მეუფე ალავერტილი მეუფის დავითის ლოცვა-კურთხევით დახმარებით ატენური ღვინოს პოპულარიზაციის თვალსაზრისით, აგრეთვე ატენური ღვინოს მე ვიტყვი პოპულარიზაცია ჭირდება, მაგრამ მისი სახელი ისედაც დიდად ცნობილი არის, ვინაიდან ეს არის უძვირფასესი თვისების საგემოვნო, როგორც საგემოვნო, ასევე სახასიათო თვისებების ღვინო. მოგეხსენებათ, ვინც იცის ამის შესახებ. ეს მარანი ქვევრის ღვინოს აყენებს. და დიახ, ტრადიციული ქვევრის ღვინოს დაყენების პირველი მცდელობა მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით, მისი ძალიან დიდი ძალისხმევით განხორციელდა ღვთისშეწევით, რა თქმა უნდა. ჩემთვის საინტერესო არის, რადგან აქ თქვენ ღვინოს აყენებთ, გექნებათ აქ ვენახებიც, რომელიც სავარაუდოდ ცეკვის დროს ისევე როგორც ადგილობრივ გლეხებს დაზიანდებოდა. თქვენ თუ გქონდათ ვენახები დაზღვეული და რა შეიძლება უთხრათ გლეხებს, რომ ისინი არც მიწას მოწყდნენ და არც მათი შრომა იყოს დაუფასებელი, იმიტომ რომ ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვისმენდით გლეხების მოსაზრებას, რომ მათი შრომა არის დაუფასებელი. დაუფასებელი ღვთისაგან ყველა შრომა დაფასებული არის. ატენელი გლეხი, როგორც ყველა ქართველი გლეხი და მე ვიტყვი განსაკუთრებით ატენელი გლეხი ძალიან საყვარელი და ძალიან ძვირფასი ადამიანები არიან და ჩვენს გვაქვს ვენახები, როგორც ბრძანეთ, მართალი ბრძანდებით, ატენის სიონის ეზოში გვაქვს ვენახი, რომელიც გუშინ დაგვესეთყვა და მართალი გითხრათ, რო ვკრებთ იმ დასეტყვილ მტევნებს, აი რაღაცნაირად გული დამეწვა, აი ალბათ როგორც საკუთარი სხეულის ნაწილი დაკარგა ადამიანმა და ასევე ყველამ განვიცადეთ ეს, ყველა მთელმა მოსახლეობამ, ვინც დაზარალდა, დაზღვევას რაც შეეხება. ანუ არის თუ არა აგროდაზღვევა გამოსავალი ამ შემთხვევაში? აგროდაზღვევა გამოსავალი ნამდვილად არის. კი. იმიტომ რომ აუნაზღაურდება გლეხს ის, რაზეც არის დაფუძნებული და დამყარებული მისი შემოსავალი. ატენელისთვის შემოსავალი არის ხეხილი და ღვინო, თვითონ ყურძენი. ძალიან დიდი მადლობა ნათია, ძალიან დიდი მადლობა გადაეცი რესპონდენტს. სტუდიაში სტუმრად იმყოფება სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი. მას მე უკვე შეკითხოთ მიმართავ, ბატონო გოჩა, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ დაგვითმეთ დრო და მოგესალმებით. ატენში მოისმინეთ თქვენ თავად რეპორტაჟი, მოისმინეთ ის, რაც განაცხადა 20-30 ჟურნალისტმა, რომ ატენის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არ არის ინფორმირებული აგროდაზღვევასთან დაკავშირებით. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რატომ ვერ მოახერხა ამ დრომდე მათი სათანადოდ ინფორმირება? მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ მაქვს საშუალება მიმართო პირდაპირ როგორც ატენის მოსახლეობას, ასევე მთლიანად სრულიად საქართველოს. ბოლო თვენახევრის განმავლობაში უამინდობა ძალიან სერიოზულად დაგვაზარალა, მე მინდა უბრალოდ რამოდენიმე ოპერატიული ციფრიც გითხრათ, რომ დღეისათვის 22 მუნიციპალიტეტში ჰქონდა ჩვენ სტიქია, 136 ტერიტორიული ორგანო, 233 სოფელი მოიცვა და მთლიანობაში 11994 გექტარი ფიქსირდება. ეს პროცესი სამწუხაროდ გრძელდება, დღე არ გავა რომ 4-5 შეტყობინება არ მოგვივიდეს, ჩვენი თანამშრომლები რაიონებში, ეგრეთ წოდებული ექსტენსიის სამსახურები ყავს გადაყვანილი ოპერატიულ რეჟიმზე და მუდმივად ვიღებთ ინფორმაციას. ვერ დავეთანხმები ჩვენს მეგობრებს იმაში, რომ ჩვენ დაზღვევას ვერ მივიტანეთ სოფლამდე, ვერ მივიტანეთ რაიონამდე.
ვერ ნახავთ საქართველოში ვეცეთ რაიონში ისეთ სამსახურს, სადაც აქტიურად არ იყო ეს პროცესი გაჩაღებული. ეს ყველაფერი დაიწყო შაშან 1 სექტემბრიდან. მოგეხსენებათ, ივლისის თვეში შეიცვალა მინისტრი, ეხლა ერთი წელი ხდება, პარალელურად, ასე ვთქვათ, იქ რამოდენიმე საკადრო ცვლილება იყო, მათ შორის მეც მოვედი ამ პერიოდში და პირველივე სწორედ ამას უკავშირდებოდა. არა, რა თქმა უნდა, დაზღვევასთან არაფერი კავშირი არ აქვს, მე იმის თქმა მინდა, რომ ჩვენი მოსვლა პირველივე დღიდან იყო რამოდენიმე პოზიციის სასწრაფოდ გააქტიურება სოფლის სამინისტროში და მე მგონი ყველა ხედავს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი წამოვიწყეთ, ძალიან ბევრი პროგრამა, მივიღეთ სტრატეგია, მივიღეთ სამოქმედო გეგმა, მუშაობს ეგრეთ წოდებული დარგობრივი კომისიები ძალიან აქტიურად, ძალიან ბევრ დარგში გვაქვს, ასე ვთქვათ, წარმატება კვლევის კუთხითაც და მომავალი პერსპექტივის კუთხითაც და აგროდაზღვევაც იყო ერთ-ერთი, რომელიც მაშინვე წამოვიწყეთ ეს პროცესი და ძალიან მოკლე დროში, სულ რაღაც ერთ კვირაში თუ ორ კვირაში მივიღეთ პროგრამა, რომელსაც დავარქვით საპილოტე პროგრამა, იგი ამოქმედა 1 სექტემბრიდან. პროცენტები და მარჟა ავიღეთ სახელმწიფოს მხრიდან საკმაოდ მაღალი, იმიტომ რომ შემოგვეყვანა ამ დიდ თამაშში ჩვენი სადაზღვევო კომპანიები. გეტყვით პირდაპირ, რომ საქართველოს რისკის ზონაა და სადაზღვევო კომპანიები არ ქონდათ რა საკმაოდ გამოცდილება სოფლის მეურნეობის კუთხით და ისედაც უყურებდნენ ამას როგორც რისკის ზონას და ძალიან დიდი ხანია როგორც ამ მომენტებს ითრევდნენ, მაგრამ ჩვენ ძალიან ინტენსიურად მოვთხოვეთ, ვიმუშავეთ, მოკლედ 1 სექტემბრიდან ეს ყველაფერი ამუშავდა. ამუშავდა და ძალიან სერიოზულად ეს ყველაფერი წაადგა ციტრუსს, 2 მილიონზე მეტი ლარი იქნა გაცემული იმ ბენეფიციარებზე, ვინც დაზარალდა და ბატონო გოჩა, ძალიან დიდი ბოდიში რომ გაწყვეტინებთ, დრო ძალიან ცოტა გვაქვს. ნათია თოიძე დავაბრუნოთ პირდაპირ ეთერში და შემდეგ უკვე გვალვასთან დაკავშირებით მინდა დაგისვათ შეკითხვა. ნათია. ჩემთან ერთად არიან ადგილობრივი მევენახეები და მე მას დავუსვამ კითხვას. ბატონ გოგი ჯიოშვილს უკვე ყველა იცნობთ, იმიტომ რომ ის არის აქ ატენის ხეობაში ტერასული, ტრადიციული მევენახეობის აღმდგენი. ბატონ გოგი, რატომ არ გაქვთ დაზღვეული ვენახი? დაზღვევა თავიდან არავინ იცოდა, არც ინფორმაცია არავის მეუწია რომ დაგვეζღვია. შეიძლება დავღეζღვია კიდეც. და რახან არავის არაფერი არ უთქვია, ჩვენც ვერავის მიმართეთ. უნდა იცოდე რომ გააკეთო ის საქმე. გამოსავალს რაში ხედავთ თქვენ 30-40%-იანი ზარალი მივიღეო, ასე მითხარით დღეს? ო, ეგრე იყო, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი მთავრობაზეა დამოკიდებული, ჩვენ რა შეგვიძლია. კომისიამ მოვა, შეგვირდნენ რომ მოვაონ და დაათვალიერებენ და გადაწყვეტავენ. კი ბატონო, თქვენ რა ზარალი მიიღეთ? დაგვესეთყვა ვენახები, ვაშლი, ბალი, ბოსტნეული, განადგურებული 40-50% კი არის. წაღებული სტიქიისაგან. თქვენ რატომ არ გაქვთ დაზღვეული, ძალიან მოკლედ ვიტყვი. ინფორმაციულ ვაკუუმში, ასე ვთქვათ, მოსახლეობა არ აქვს ეს ინფორმაცია შესაბამისად, რომ რას იკეთებობს დაზღვევას და მაგიტომ. და გაზაფხული კიდე საერთოდ არის გლეხისთვის ყველაზე რთული, იმიტომ რომ გამოზამთრებულ მოსახლეობას არ აქვს იმის ფინანსები, ასე ვთქვათ, რომ დაეზღვიოს და ალბათ ეს ყველაფერი განაპირობებს ამას. ნათია, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენთან არის გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გისმენთ? ძალიან მოკლედ თუ შეიძლება დრო ამოიწურა და მე მინდა რომ ჩვენს რესპონდენტსაც მიმართო რამდენიმე შეკითხვით. თუ შეიძლება ბატონ დავით, თქვენც რომ მოგვაწოდოთ ინფორმაცია, რა მდგომარეობა ამ დროისთვის გორის მუნიციპალიტეტში, მე როგორც ვიცი 40-ზე მეტი სოფელი არის დაზარალებული. კი, ატენის სიტყვამდე 40-ზე მეტი სოფელი იყო დასეტყვილი, დაემატა უკვე ატენიც და ამჟამად კომისიის წევრები გასულები არიან ყველა სოფელში, მუშაობენ უკვე სათითაო ნაკვეთზე. რომ ჩვენი მხრიდან მოხდეს მაქსიმალურად სწორად აღრიცხვა თუ რა ზარალი მიიღო მოსახლეობა. და მხოლოდ ამის შემდეგ დადგინდება ზარალი და დახმარების ალბათ რაღაცა გზებიც გამოინახება, მაგრამ ასეთი აქ არსებული მდგომარეობა. ძალიან დიდი მადლობა გადაუხადა ეს რესპონდენტებს და უხმოსავალს უსურვებ მათ ბუნებრივია. ბატონო გოჩა, გვალვასთან დაკავშირებით მინდა კითხოთ, ანაზღაურება არ ითვალისწინებს აგროდაზღვევა? გვალვასთან? დიახ, ითვალისწინებს. გვალვას არ ითვალისწინებს და როგორც წესი არ ითვალისწინებს აბსოლუტურად უმეტეს ქვეყნებში გვალვა არ აზღვევს თითქმის არავინ და თუ ეზღვევა ეს ძალიან მაღალი პროცენტით. ამ მიმართულებით ცვლილებას უნდა ელოდნენ?
ამ მიმართულებით ჯერ ცვლილებას ჩვენ ვერ დაველოდებით, იმიტომ რომ დამზღვევები ამ კუთხით არ აზღვევენ, ერთადერთი შეიძლება რომელიმე საერთაშორისო დააზღვიოს და ამათ გადააზღვიონ ეს ყველაფერი, თუმცა ეს იქნება ძალიან მაღალი პროცენტი და თქვენ ხედავთ, რომ ძალიან დაბლა გვაქვს ჩვენ ჩამოწეული მარჟა, ძალიან დიდ თანხას ვიხდით სახელმწიფო ამაში ეს ყველაფერში და მაინც ბენეფიციარები ნაკლებად არიან. მე გეტყვით პირდაპირ, რომ 336 ადამიანს აქვს დაზღვეული გორის რაიონში. და მთლიანობაში შეადგინა ჰექტრობით 965 ჰექტარია და იცით ვერ დავეთანხმები ახლა ინფორმაცია ამ მქონდა. ეს ინფორმაცია გადის როგორც სარეკლამო რგოლებში, ისე ჩვენს საიტზე. ახლა ადამიანს, რომელსაც სერიოზული განზრახვა აქვს სოფლის მეურნეობის დარგში და სერიოზულად ფიქრობს ბიზნესზე, ხო, ერთხელ მაინც თვეში ერთხელ მაინც უნდა შევიდეს ჩვენ საიტზე. გაწმუნებთ იქ აბსოლუტურად ყველაფერია მოცემული. უკაცრავად რომ გაწყვეტინებთ რა ფართის მიწის ნაკვეთი უნდა გქონდეს თქვათ ამ შემთხვევაში გლეხს და ფერმერს ეს მაინტერესებს რომ ისეთ აზღვევას შეცვლოს და რამდენად შეუძლიათ მცირე მიწიანებს აგროდაზღვევით საქმე. იცით აგროდაზღვევამ გაიზიარა ის ფაქტი რომ ჩვენ ძირითადად დაინტერესებული ვართ როგორც ფერმერული დიდი მეურნეობით ასევე მცირე მეწარმეობით. იქიდან გამომდინარე რომ დიდი თანხა არ წაიღო დიდ ფართობებს ჩვენ ისიც გავითვალისწინეთ და 5 გექტრამდე შევზღუდეთ დაზღვევა ვენახების, ბოსტნეულის, ბახჩეულის და ასე შემდეგ და 15 გექტრამდე მაქსვლეულის. ეს პირველში განპირობებულია იმით რომ აი ესეთმა ადამიანებმა რომელსაც აქვთ თქვა ოჯახური მეურნეობები 9 გექტარი, გექტარ ნახევარი თუ 5 გექტარი დააზღვიონ და ისინი ამაში შეზღუდულები ნამდვილად არ არიან. მე უბრალოდ არ ვიცი დრო გვაქვს თუ არა ჩვენ შემიძლია ისიც ავხსნა რა ფორმით ხდება ეს დაზღვევა, რა თანხას იხდის სახელმწიფო. ძალიან მოკლედ, ძალიან ძნელი იქნება, იმიტომ რომ საკმაოდ უნდა ჩამოუყვე მთლიანად პროცესს. მე უბრალოდ აღნიშნავ იმას, რომ არანაირი სირთულე ამ პროცესში არ არის, სახელმწიფო დგას მცირე ფერმერების გვერდით და იცით რა მომენტია, როცა სახელმწიფო მიყვება რაღაც პროცესს, კეთილი უნდა ინებონ იმ ადამიანებმა, ვინც ამ დარგშია ჩართული. ხო, იმათაც უნდა იგრძნონ ეს პასუხისმგებლობა და გამოყვნენ. არის რაღაც პროცესი, სადაც საზოგადოება ითხოვს და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩამორჩა რაღაცას, ჩვენ უნდა გავუსწროთ ამ პროცესს. ეს ერთობლივად თუ არ ვიარეთ და ვიღაცა ელოდება კიდე რომ საიდანაც მოვა კეთილი ადამიანები და მათ არ უნდა ზღაურებენ, უბრალოდ ძალიან შორს აქვს. ეს არ არის კონკრეტულად 1 ან 2 წერტილი, ეს არის მასიურად მთლიანად საქართველოში. ძალიან დიდი მადლობა. გორიდან სტიქიის შედეგები ნათია თოიძემ გაგაცნოთ. სტუდიაში კი სტუმრად იმყოფებოდა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი. 2030-ია მე მაკაცინცაძე ვარ და ხვალამდე გემშვიდობებით დროებით.